ფაქტობრივად არაფერი გასართობი არ იყო. ერთგვარი კლუბი არსებობდა, სადაც ვითომ კონცერტები იმართებოდა ჩვენ თვითონაც მართავდით. ამავდროულად რაღაც სკოლაში თუ გაიფართხალებდა ბრჭყალებში საცირკოს ანახაობის კუთხით და რაღაც თეთრები რო ღირდა, მათ შორის მანეთობასაც მოესწარე რაღაცეები. ბუფეტი არ არსებობდა, მაღაზიაში მიხვიდოდი და რაღაც არჩევანი არ იყო. საკმაოდ ძიმე პერიოდი იყო, ეხლა რა ვიხსენებ, თუმცა ბავშვი რისი ბავშვია, რაღაც გამოსავალი არ ნახოს და რაღაც სილაღე გქონდა. რაღაც ერთგვარი კოალიცია შექმნილი გქონდა ბავშვებს ერთმანეთთან, რაღაც მოიგონებდით ახალ თამაშობებს, მთელი საღამო ან ეზოში ვატარებდით, ან ქუჩაში, ან სტადიონებზე, რომ რაღაცა თუმეტეს ეხა აქტუალურია ფეხბურთის თემა და არასოდეს არ მიფიქრია, რომ ფეხბურთელი გამოვიდოდი, მაგრამ ყოველთვის დიდი გულშემატკივარი ვიყავი და მათ შორის სოფლის კლუბების და გუნდების შესაბამისად, ეს მძიმე პერიოდი ნამდვილად დაღდასმულ ისტორიად დარჩა ჩვენს ქვეყანაში და შემეხო მეც. შეგეხოთ თქვენს და არა მარტო ჩვენ ძალიან ბევრ თაობას და იმ თაობაში კიდე ზოგიერთმა რომელმაც ესე თავი გადაირჩინა და რაღაცნაირად მოვიდა ჩვენამდე მოვიდა და ნაწილი დავკარგეთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რა პერიოდი იყო, ეგრეთ წოდებული ქურდული მენტალიტეტის სამყარო, ან ნარკოტიკებისკენ სწრაფვა, ან ამ მენტალიტეტში ზოგმა თავი დაიღუპა ერთის მხრივ ნარკოტიკით, მეორეს მხრივ ბევრი მყავდა ეგეთი ირგვლივ და არსებობდნენ ეგეთი ადამიანები, ზოგმა დააღწია ამ ყველაფერს თავი და დღეს სრულყოფილი ადამიანია და ეს ბნელი პერიოდი, რაც 90-იანებში იყო, საკმაოდ მძიმე შავ ლაქად ახსოვს თელს საქართველოს და ჩვენს, რა ვიცი, მეგობრებს. მძიმე იყო, ნამდვილად მძიმე იყო. რა ვიცი, რა გითხრათ, ეხლა 90-იან წლების გახსენება ჩემთვის არის ყოველთვის რაღაც სევდასთან დაკავშირებული, ყოველთვის რაღაც დანაკლისთან, აი შინაგანი ორმოები რო გაქვს სხვადასხვა სფეროების, აი რაღაცა მაგასთან დაკავშირებული.